სალამი გეიმერებო, გეიმ დეველოპერებო და პრინციპში ყველა. ჩვენ ვართ Gamecast-ი და ჩვენი მიზანი არის რომ რა არის ჩვენი მიზანი? ჩვენი მიზანია ქართული თამაშები და ქართველი დეველოპერები გავაცნოთ ყველას. ოპა, გადასარევი მიზანი გვაქვს. მაშინ მოდი დავიწყოთ, რა გამოგვივართ, არ ვიცით, მაგრამ დრო ყველაფერს გვიჩვენებს ალბათ. დღევანდელი ჩვენი პირველი გადაცემის პირველი თემა რაც არის, ეს არის სულ ახლა, ცხელ-ცხელი თამაში გამოვიდა, რომელსაც ქვია ციქარა. ეს არ არის დეველოპერების გაკეთებული თამაში, გეიმ დეველოპერების უბრალოდ და ნახოთ რა გამოუვიდა ამ ხალხს. ამის უნდა წავიდეთ დიზაინის ინსტიტუტში მე კეთი და პრინციპში მიშო ჩვენი გუნდის წევრი არ არის, მაგრამ თუ ლაიქებთ ბევრს და თუ პრინციპში რაღაცეებს დაწერთ მიშოზე, ალბათ გავხდით. მაგრამ თუმცა არ გადავხდით, მაგაზე შევთანხმდით. მოკლედ დავიჭირეთ ამ ხათაბალის ავტორი, ბატონი გიორგი ჯინჭარაძე. სალამი ბატონი გიორგი. ნამუშევარი მართლაც გადასარევია, ეთყობა ილუსტრატორის მხატვრის და გამოცნილი ადამიანის კვალი და ბატონო გიორგი პირველ რიგში საიდან მოგივიდათ ამ თამაშის გაკეთების იდეა? უბრალოდ ანუ სხვადასხვა ჯერ ქონდა წიგნი გაკეთებული ციქარა, შემდეგ მანამდე იყო მუზეუმი ზღაპრის და საბოლოოში ვიფიქრეთ რომ ძალიან კარგი თამაში შეიძლება გამოვიდეს ამ ყველაფერსთან და გავუკეთოთ თამაში. ეხლა ერთი ორი თქვით თამაშიც რო გითხრათ, თქვენ როგორც მივხვდი გეიმ დიზაინის და ასე ვთქვათ თამაშების კეთების გამოცდილება შეიძლება არ გქონდეთ. თუ გაკეთებთ აქამდე თამაში? არა, თამაში ვერ გამოვიკეთე. რა სირთულეები შეგვხვდა თამაშის კეთებისთვის? რომ გამოუცდელი ადამიანისთვის მეტად რთულია. ვიდრე თქვათ გამოცდილების, რომ რაღაც იცი ელემენტარული, თქვათ გინახავს როგორ კეთდება. არა, ძალიან ბევრი რაღაცა ახალი იყო, რა თქმა უნდა, და უცხო იყო, მაგრამ ნუ ძალიან საინტერესო პროცესი იყო რა, რა თქმა უნდა, ხო ვერ შევედრები ადამიანებს, ვინც ამ ინდუსტრიაში არიან და მუშაობენ ამ თემაზე წლების განმავლობაში, ჩემთვის ეს პირველი ნამუშევარი იყო და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი უცხო იყო, მაგრამ თან ძალიან საინტერესო იყო ყველაფრის კეთება და ეს არის რაც გამოვიდა, ეს არის. მაგრამ დავძენ რომ ისეთი დეტალებია თამაში, რომელსაც ამ ვიდეოში ნახავთ, პირველი მცდელობისთვის, ანუ გეიმ დიზაინერს არ დაუდებდა ტოლს. იმიტომ რომ ისეთი წვრილმანი დეტალებია და ისეთი გემრიელი რაღაცეებია გაკეთებული. მაინც ნუ ეს მხატვრობის გამოცდილება უდიდეს როლს თამაშობს ჩემი აზრით ამ ყველაფერში. ძალიან სასიამოვნოა თუ ეს ყველაფერი ეგრე არის, როგორც ვიზახი, ძალიან მიხარია თუ ამდენი დეტალები და რაღაცები. კი, ეთყობა. ხარის იძლევა, რაც საჭიროა. თამაშების კუთხით ახლა რასაც ვიტყვით, არის რომ ასე ვთქვათ სტანდარტული basic რაღაცეები არის აღებული, ამას ნახავენ მაყურებლები და ერთი კიდე რაც მაინტერესებს, სად შეიძლება რომ თამაში გადმოვწეროთ, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. თამაში ჩვეულებრივ შეგიძლიათ გადმოწეროთ Android-ისთვისაც, როგორც აპლიკაცია, ასევე App-ისთვისაც და ასე რომ ლინკი იქნება ჩვენი YouTube-ის აღწერაში. ანუ დასახელება რაც არის თამაშის, ეგრე შეგიძლიათ მოძებნოთ App Store-ში და ჩვეულებრივ გადმოწეროთ. აი ყველაზე დიდი სირთულე რა იყო თუ რამეს გაიხსენებთ ეგეთი ან პირიქით რაღაცა ისეთი მარტივი უბრალოდ ბევრი იმქენა გამომდინარე რომ ხელით არის დახატული ყველაფერი უბრალოდ ძალიან ბევრი სახატავი იყო შეიძლება სირთულე ამას დაარქვა ეგ იყო რა ბევრი იყო სახატავი და თვითონ აწყობის პროცესში თქვა რა რამდენი ადამიანი გეხმარებოდა თამის გაკეთებაში ან თქვა თვითონ საკუთარი ძალებით ხო რა აწყობ არა მე და ჩემო ძმამ დეთუ ჯინჯარაძე გავაკეთეთ ეს თამაში მე ვხატავდი და ვაციფრულებდი ამ ყველაფერს და ჩემო ძმამ აწყო პროგრამაში ზოგადად თქვენ ძმას იუნიტის გამოცდილება აქვს ამ შოუს მომხმარებლებით თამაშების ვიცით არის უფრო არტ მიმართულებით აქვს ჩემს მას გამოცდილება, ანუ ვიდეო ექსპერიენსს აკეთებს, რაც მეტნაკლებად კავშირი აქვს გეიმ დიზაინთან და აქედან გამომდინარეც გაჩნდა ეს იდეა, რომ თამაში გავაკეთებინა, იმიტომ რომ ტექნიკურად გქონდა იმ საშუალება, რომ აი ეს თამაში მეტნაკლებად მარტივი გავაკეთებინა ჩვენ აქტიურად ორს. თვითონ ლეველები, ასე ვთქვათ, დონეები, რომელმა დააპროექტეთ, მე მაქვს ესეთი კითხვა, იმიტომ რომ საკმაოდ გეიმ დიზაინი მეტნაკლებად ჩემი არა, მე მოვიფიქრე, მაგრამ ნუ ერთმანეთს ერთად გავაკეთე. ნუ რა თქმა უნდა, ეს დაყოფა ახლა როგორც არის თამაში ამ სამ ლეველად და ეს რომ პირველი ეტაპი სახში არის, შემდეგ ციქარა, შემდეგ წააკლიტული გეიმ დიზაინერი მე ვარ. ძალიან საინტერესოა. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს იყო ციქარა, გაკეთებული ადამიანების მიერ, რომლებიც გეიმ დიზაინში და ზოგადად გეიმინგში, ასე ვთქვათ, არ მოღვაწეობენ. რაც განსაკუთრების ხვდის ამ თამაშს ჩვენთვის, მით უმეტეს პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო, რომელიც შეგეძლოთ გენახათ დიზაინის ინსტიტუტში. პრინციპში სულ ეს არის.
თამაში ვითამაშე. ეხა კი ვის ვიგოთ ერთი? ჭუბომეტრის. ჭუბომეტრის ზუგა. ჭუბომეტრი რა არის ალბათ გაგვირდებათ მოგონება, ეს არის სპეციალური ხელსაწყო, რომელიც შექმნილია თამაშების შესაფასებლად, რომელიც 15 წუთს უკვე შექმნილი. რა შვება ეს ხელსაწყო? ამ ხელსაწყოზე ჩვენ ვაფასებთ 4 ძირითად კრიტერიუმს, ეს არის დიზაინი, გეიმპლეი, აუდიო, რა თქმა უნდა სტორილაინი და მეხუთე არის სტუდიის შესახებ. ახალ დაფუძნებულია სტუდია, ძველია, ბევრი ფული აქვს, ცოტა ფული აქვს თუ მსგავს რაღაცები მოკლედ. ახლა როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? თითოეულ მიმართულებაში იწერება 0-დან 10 ფულამდე, სადაც 0 არის გულისამრევი, 5 არის საშუალო, ხოლო 10 არის ძალიან კარგი. შემდეგ ეს იყოფა 4-ზე, მათი საშუალო ფულა და უკვე მე სპეციალური ხელსაწყოთი, იგივე ჭუბომეტრით, განსაზღვრავ რა არის თამაშის საბოლოო ფულა. და მოდი განვიხილოთ წიქარა შემთხვევაში. დიზაინში ვფიქრობ ეს თამაში იმსახურებს 8 ფულას, რადგან ძალიან მაგარი არტები არის და ძალიან მომეწონა. თუმცა არის რაღაც UI, UX ხარვეზები, მაგალითად, როდესაც ხტებით რაღაც ადგილზე ან როცა მოძრაობთ, ხელი გვეშლება თვითონ ღილაკებიდან გამომდინარე. კომპიუტერზე მსგავსი პრობლემა არ ქონია, მაგზე ვითამაშეთ პრეზენტაციის დროს. სტორილაინში ვფიქრობ 5 ფულას მისახურებს ეს თამაში, თუ რატომ ეხავე აგიხსნით. პირველ რიგში, ანუ ყველა ვიცით კი წიქარა ზღაპარი, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ანუ თვითონ თამაშის მიხედვით კარგად ვერ ხვდები რა ხდება. მაგალითად, ეს ქალი ტახტზე რატომ მოგზდევს, ეს ბავშვი სათქრება. თუმცა, ასე ვთქვათ, მაინც რადგან ძირითადად ვიზუალური არტის მიმართულებით იყო აქცენტი გაკეთებული, ვფიქრობ ნორმალური არის და ამიტომ 5 ფულას იმსახურებს ეს თამაში. გეიმპლეიში 5 ფულა მივანიჭეთ, რადგან პრინციპში ბევრი ისეთი კონტროლერები, ასე ვთქვათ, ბევრ მომენტში კონტროლერები ცოტა დასახვეწია და პრობლემას უქმნის თამაშის დროს და მე გამიჭირდა. არა და პირველ თამაში რასაც თამაშობ, მაგრამ ვფიქრობ ეს ნორმალურია და მისაღებია. რაღაც კუთხით გამოწვევაც არის, რომ გიჭირს კონკრეტული წინააღმდეგობის გადალახვა, ასე რომ ვფიქრობ 5 ფულა ძალიან ნორმალური არის გეიმპლეიში. აუდიოში ავიღეთ 7 ფულა. ყველაფერი მომეწონა რეალურად, აუდიოში ცუდი არ არის, ყველანაირად კარგია, ამიტომაც 7 ფულა ძალიან დასაფასებელია. უბრალოდ მენიუში გვაქვს საუნდი, რომელიც არ ქონდა. რაც შეეხება მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვან გადამწყვეტ ფაქტორს, რომელიც არის ვინ გააკეთა თამაში, რადგან თამაში გააკეთეს არა, ასე ვთქვათ, გეიმ დიზაინერებმა, არა თამაშების სტუდიამ, ვფიქრობ, რომ დადებითისკენ წაიყვანს overall cool-ებს, overall cool-ები რა უბედურება არის, არ ვიცი, მაგრამ ქეთი გვეტყვის რა არის overall, ქეთი რა არის overall? საერთო ქულა. საერთო ქულა წაიყვანს დადებითისკენ, რადგან ეს თამაში შექმნა არა თამაშების დეველოპერმა ხალხმა, ვფიქრობ, რომ პლუს 1 ქულას იმსახურებ. ამიტომ 7.25 ქულა მივიღეთ, 25-ის არ გაგონილა და მოდი დავუწეროთ პირდაპირ 7 ქულა ამ თამაშს. ითამაშეთ თამაში მეგობრებო, ლინკი აღწერაშია, დაგვიწეროთ თქვენი აზრი, მოგეწონათ არ მოგეწონათ, დარწმუნებული არტები ძალიან მოგეწონებათ, მაგრამ დანარჩენზე უკვე თქვენი ნაპოვნი ბაგებით საინტერესო იქნება, თქვენი ნაპოვნი, ასე ვთქვათ, დადებითი და უარყოფითი მხარეები ჩვენ საინტერესო იქნება მოსასმენად და დაგვიწერეთ მოგეწონათ თუ არა ეს ვიდეო, თუ არ მოგეწონათ, ძალიან კარგი, გითხარით რატო არ მოგეწონათ, რა გამოვასწოროთ, თუ მოგეწონათ, რა ვიცი ხა. კარგია. ძალიან მიხარია რომ მსგავს პროექტები საქართველოში კეთდება და ყოველთვის ხარ დავჭერ მსგავს პროექტებს. რაც შეეხება ჩვენი არხის მომავალს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიგებთ რომ შეუვარდეთ ქართველ დეველოპერებს თავიდან სტუდიებში, სახლებში, ზოგი სახლი მუშაობს, თუ შეგვიშვა, რა თქმა უნდა, განახოთ რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ და ეს ყველაფერი გამოვიტანოთ ხალხში. ასევე იდეაში რაც იყო ამ არხის და არსების აზრი, ეს არის თამაშების პოდკასტი და უნდა ვისაუბროთ ბევრი თამაშებზე და უნდა მოყოლ ძალიან მაგარი ტიპები და უნდა ვალაპარაკოთ ბევრი თამაშებზე და თამაშების შექმნაზე და ყველაფერზე კარგზე. პრინციპში სულ ეს იყო მომავალ შეხვედრამდე. ქეთიმ გამაბრაზა, ამიტომ ამ ვიდეოს ჩავშლი. დავაი. ადი და WhatsApp-ზე. გთხოვ, ამოჭერი მაინდ. მართლა. ჰაუ, არ მინდა რა დავწერე ხვეწები. რაც არ გეზარება ლაპარაკი. აჩუნდი. გაიცანით მეგობრებო, ნომერ პირველი ადამიანი მსოფლიოში. ხვეწე ბლუპერებში ჩასვი უეჭველი. ეს არის გენიალურობა ქეთის.